კიდევ ერთხელ თუ დაუბრუნდებით უცხოური ჩარევის საკითხს, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომლებიც დასავლეთიდან იღებენ დაფინანსებას. ხოლო ხალხის რაოდენობა, რომლებიც ამ ორგანიზაციებში მუშაობენ და ხელფასს დასავლეთისგან იღებენ, 10,000 საჯარბებს. თუმცა ამ ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია. მაგალითად, აზერბაიჯანული მედიის უცხოეთიდან დაფინანსება 1%-იც კი დაუშვებელია. რატომ უნდა იყოს ეს ასე? ჩვენ ხომ არ ვაფინანსებთ მედია საშუალებებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. რატომ უნდა გააკეთონ მათ ეს ჩვენთან? მათ მიერ დაფინანსებული ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება ყოველდღიურად ცდილობენ ჩირქი მოსცხონ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხსა და ხელისუფლებას. ცდილობენ დააკნინონ ჩვენი გამარჯვება სომხეთთან ომში. ფიქრობ, საქართველოში შესაფერი სიდრო ხელიდან იქნა გაშვებული ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად. ხოლო როდესაც უკვე დაიწყეს ამ ყველაფრის მოგვარება, ეს ცოტათი დაგვიანებული აღმოჩნდა. როგორც იტყვიან, მატარებელმა ცოტათი გაასწრო. თუმცა კარგია, რომ ახლა სიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის. ხედავთ, აქაც კი შეიმჩნევა მაკრონის ყურები. ამ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია საკუთარ ქვეყანაში გაჩერება. მისთვის ახლა აუცილებელია საქართველოს საქმეებში ჩაერიოს. Ему обязательно надо и в Грузию залезть. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.